მითხარი რა სჭამ და გეტყვი რა ხარ შენ. ანუ საკვები ინფორმაცია არის ჩვენი სხეულისთვის. უჭნაწლავი ყველაფრის სათავეშია, ესე ვთქვათ. კიბოს პრევენცია. ინტენსიური სპორტი არ შეიძლება სტრესის დროს. ჩვენ სხეულში თითქმის ყველა ორგანოს აქვს მელატონინის რეცეპტორები. არაფერი სასარგებლო შაქარს არ მოაქვს. ბავშვებს როგორ უნდა აუხსნა, რატო არ შეიძლება მტკვილეულის ჭამა. უამრავ რაღაცას აზიანებს ორგანიზმში. მტკვილეულს თუ მოაქვს რამე სარგებლობა ჩვენთვის. 100 წლის წინ ბევრად ჯანსაღად იკვებებოდნენ და ბევრად ჯანსაღად ცხოვრობდნენ. აი რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ანალიზის წაკითხვა. ანუ არაფერი არ მაწუხებს, არაფერი არ მტკივა, უბრალოდ მინდა ჯანსაღი კვება. თუ არის აუცილებელი რომ რაღაცა დოზით მაინც მივიღოთ. და რაც უფრო მეც ჭამ, მით უფრო მეტი გინდა. მავნია არ შეიძლება, რაც უფრო უცხიმო საკვებს შეჭამ, მით უკეთეს. ისი ბრალია ეს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მუშაობთ ერთობლივად ამ ადამიანის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. მოგესალმებით სტუმრად ანასთან. დღეს მინდა ვისაუბროთ კვებაზე, როგორც ინსტრუმენტზე, რომელიც ან აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას, ან პირიქით გვიუმჯობესებს მას. საკვები დანამატები, ჯანსაღი საკვები, როგორც ჩვენი ახალგაზრდობის ჯანმრთელობის და სილამაზის გარანტი. დღევანდელი ჩემი პოდკასტის სტუმარია ფუნქციური და პრევენციული მედიცინის სპეციალისტი ნუტრიციოლოგი ნატა ჭანტურიძე, რომელიც მუშაობს მიზეზებზე და არა მხოლოდ სიმპტომებზე. მოგესალმები ნატა. მოგესალმები ანა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ დღევანდელი ჩემი პოდკასტის სტუმარი და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და რა ვიცი, მეც მგონია, რომ ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემებზე ვისაუბრებთ. ძალიან. პირველ რიგში მაინტერესებს მინდა გაგვიშიფრო, რას მოიცავს ფუნქციური მედიცინა. ფუნქციური მედიცინა არის პრევენციული, პერსონალიზირებული და აქტიური დღეგრძელობის მედიცინა. ანუ ფუნქციური მედიცინა მუშაობს არა მხოლოდ სიმპტომებზე, მუშაობს მიზეზებზე. და ანუ ფუნქციური მედიცინის განსხვავება არის იმაში, რომ მიდგომა აქვს სხვანაირი, მიდგომაშია სხვაობა. ადამიანს განიხილავს მთლიანობაში, ხო? განიხილავს მთლიანობაში, როგორც ერთიან სისტემას, სადაც ყველა ფუნქცია არის ერთმანეთზე დამოკიდებული, ერთმანეთის კავშირში და ამ ფუნქციების, ესე ვთქვათ, გამოსწორებით აჯანსაღებს ორგანიზმს, აგძლიერებს, ანუ აჯანსაღებს ორგანიზმს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ასევე longevity მედიცინას უწოდებენ ამას, ამ ფუნქციურ მედიცინას და მიზნად ისახავს, ანუ ცხოვრების აქტიური ცხოვრების გახანგრძლივებას. ასევე მაინტერესებს, რას ნიშნავს პრევენციული მედიცინა პრაქტიკაში. პრევენციული მედიცინა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ველოდებით დიაგნოზის, სანამ დიაგნოზი დადგება. ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა მეთოდებით, ანალიზის სწორი გაშიფრვით, კითხვარით, გამოკითხვით, სიმპტომების გამოკითხვით, ვნახოთ რა რისკები გვაქვს, დავინახოთ ის რისკები და დროულად მოვახდინოთ პრევენცია. და შეგვიძლია ამ რისკების თავიდან აცილება? დიახ, თავიდან აცილება შეგვიძლია დროულად ცხოვრების სტილის შეცვლით, ჯანსაღი კვებით, დანამატებით, ჯანსაღი და ხარისხიანი ძილით და მავნე ჩვევების, ესე ვთქვათ, ამოღებით. ნატა, იცი რა მაინტერესებს, რა განსხვავებაა ფუნქციური მედიცინის სპეციალისტს და ნუტრიციოლოგსა და ჩვეულებრივ ნუტრიციოლოგ ან დიეტოლოგს შორის? განსხვავება მიდგომაშია. კლასიკური მედიცინის დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი ხშირად მუშაობს კალორიებთან, წონის კორექციასთან, ხშირად ეს ხდება სტანდარტული სქემებით. ფუნქციური მედიცინის სპეციალისტი, ნუტრიციოლოგი, ანუ უყურებს ადამიანის ორგანიზმის მთლიანობაში, მეტაბოლურ სისტემებს, ჰორმონებს, ანალიზებს, ცხოვრების წესს, ძილს, სტრესთან გამკლავებას და ამ ყველაფერში ეხმარება ადამიანს, რომ აღადგინოს ჯანმრთელობა.
ამ ცნობილ გამოთქმას მითხარი რა სჭამ და გეტყვი ვინ ხარ შენ. ნუ ქართულად ცოტა სხვანაირად ითარგმნება ეს. ზუსტი თარგმანი არის მითხარი რა სჭამ და გეტყვი რა ხარ შენ. მე პირადად აბსოლუტურად ვეთანხმები. მაინტერესებს შენი აზრი როგორც პროფესიონალის. ამ გამოთქმაში დიდი სიმართლეა, რადგან ის რას ვჭამთ, რას ვაწვდით ჩვენს სხეულს, როგორ ვამუშავებთ ამ საკვებს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რეალურად ჩვენ ცხოვრებაში, რადგან პირდაპირ აისახება ჩვენ ჯანმრთელობაზე. მაგრამ მე კიდე დავამატებდი მნიშვნელოვანი არა მარტო იმას, რას სჭამ, არამედ მარტო ის, რას სჭამ, არამედ ისიც, როგორ ამუშავებ, ანუ ნაწლავი როგორ ამუშავებს, როგორ მიდის შეწოვა, და ძალიან მნიშვნელოვანია რა ინფორმაციას ვაწვდით ჩვენ სხეულს. ეს ინფორმაცია ან გვაძლიერებს, ან გვასუსტებს. ანუ საკვები ინფორმაცია არის ჩვენი სხეულისთვის. აი ნახე, ჩვენ ყველას გვაქვს ალბათ სამაგიდო წიგნები. რა ვიცი, მე პირადად მაქვს სახლში სამაგიდო წიგნები და ასევე მე პირადად მაქვს სამაგიდო საკვები დანამატები. ეს არის D ვიტამინი, ომეგა-3 და სელენი, რომელსაც ფაქტიურად სულ ვიღებ. შეიძლება აი ანალიზების გადამოწმების გარეშე ესე სისტემატიურად მივიღოთ ეს საკვები დანამატები. ნუ ძალიან ხშირად მეკითხებიან ამას, ფუნქციური მედიცინა ზოგადად გულისხმობს საკვების დანამატების გონივრულ მიღებას და არა ესე ტყუილად დალევას. და ჯობს ანალიზებზე დაყრდნობით დაინიშნოს ეს დანამატები. თუმცა რეალურ ცხოვრებაში ხშირად ესე არ ხდება. კი, ხან გვეზარება, ხან ვერ ვახერხებს და ასე შემდეგ. ომეგა-3 ეს მე ვიტყოდე ერთ-ერთი ესეთი დანამატია, რისი მიღებაც შეიძლება ანალიზების გარეშე, რადგან ადამიანის უმეტესობას ცხიმოვანი ომეგა-3 მჟავების EPA და DHA მჟავის უკმარისობა გვაქვს. რა არის ეს ომეგა-3, რას გვაძლევს, აი ორგანიზმს რით იკვებავს? ომეგა-3-ში მნიშვნელოვანია ეს, როგორც წეღან ვახსენე, EPA და DHA მჟავები. ჩვენს ენაზე რო გითხრა? EPA მჟავა მოქმედებს, ანუ ასე ვთქვათ, ანთების საწინააღმდეგოა, მარტივად რო გითხრათ. სისხლძარღვებზე, ანუ კარგად მოქმედებს, გვინარჩუნებს სისხლძარღვების ელასტიურობას, მავნე ქოლესტერინს არეგულირებს, ძალიან მნიშვნელოვანია DHA, EPA მჟავა. DHA მჟავა კიდე უფრო ტვინის უჯრედებზე, მხედველობაზე და აზროვნებაზე მოქმედებს კარგად. ამიტომ საბავშვო ომეგაში, როგორც წესი, DHA მჟავა უფრო მეტია, ბავშვებს უფრო მეტი ტვინზე აქვთ დატვირთვა მხედველობაზე და ასე შემდეგ. და უკვე რაღაც გარკვეული ასაკის ზემოთ EPA მჟავა უფრო მეტი უნდა იყოს, ანუ დიდების ომეგაში ესე ვთქვათ, რადგან ის უფრო სისხლძარღვებზე, მეტაბოლიზმზე, ანთებაზე მოქმედებს, ანუ არეგულირებს ამ ყველაფერს. თუმცა ძალიან ბევრ ომეგაში არის შეფარდებით, DHA მჟავაც არის, EPA მჟავაც არის. უბრალოდ საბავშვოში უფრო მეტი DHA მჟავა, დიდების ომეგაში უფრო მეტი EPA მჟავა. აი D ვიტამინი? D ვიტამინი უკვე აი ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ჰორმონივით მოქმედებს ორგანიზმზე და ეხლა და ესე ხანგრძლივად ანალიზების გარეშე არ არის რეკომენდებული მაინც. გააჩნია ასაკს, გააჩნია რა მდგომარეობაშია ორგანიზმი, რადგან გარკვეული ასაკიდან, დაახლოებით 50 წლიდან D3 რეკომენდებულია K2-თან, ვიტამინ K2-თან ერთად, ოღონდ კარგად შეიწოვება. კარგად შეიწოვება, ეხმარება იმაში, რომ ესე ვთქვათ, D ვიტამინი წავიდეს იქ, სადაც საჭიროა. ანუ ძვლებში და მარტივად ვიძახი, ძვლებში და არა სისხლძარღვებში, ანუ რო არ დაილექოს, K2 ეხმარება ამაში, ოღონდ მნიშვნელოვანია ძალიან MK7-ის ფორმით. K2 MK7-ის ფორმით ესე ვთქვათ, არასქელებს სისხლს. 50 წლის ასაკიდან რეკომენდებულია D3 პლუს K2 MK7-ის ფორმით. ასევე გააჩნია
ანუ გენეტიკურ მიდრეკებს ზოგს აქვს, რომ გენეტიკურად ვერ ამუშავებს ამ D3, ვიტამინ D3-ს და ანალიზზე დაყრდნობით მაგას ხედავთ და ურჩევთ სწორ დოზირებას. რიგ შემთხვევაში ესე ჯობია, რომ ჯერ ანალიზი ინახოს და ჩემი პრინციპი მარტივია, თუ დიდხანს იღებს და მუდმივად იღებს, ჯობია ანალიზით ვნახოთ, ან შეისვენოს, დიახ. და სელენზეც მაინტერესებს ძალიან, ნატა, რას გვეტყვი? სელენი, როგორც წესი, ანტიოქსიდანტია, როგორც წესი, ფარისებრ ჯირკვლის ესე ვთქვათ, ფუნქციაში მონაწილეობს, აუმჯობესებს ფარისებრ ჯირკვლის ფუნქციას. ასევე ვირუსებთან ბრძოლაში გვეხმარება სელენი. მაგრამ სჯობს გამოიკვლიოს საჭიროება ადამიანმა, სჭირდება თუ არა, თუ ფარისებრ ჯირკვლის პრობლემა არ აქვს, თუ ვირუსთან ადვილად, ანუ ვირუსებს ადვილად უმკლავდება, ესე ვთქვათ, არ არის საჭირო მუდმივად სელენის მიღება. ინდივიდუალურია, როგორც ხა პრევენციული მედიცინა და ფუნქციონალური მედიცინა არის ინდივიდუალური მედიცინა, ასე ვთქვათ, ჯობს გონივრულად, ინდივიდუალურად მიუდგეთ, გამოვიკვლიოთ საჭიროება და შემდეგ დავნიშნოთ. გენეტიკა ახსენე ნათა. მაინტერესებს გენეტიკა და ეპიგენეტიკა. ანუ ჩვენ თუ შეგვიძლია ჩვენი სწორი კვებით, თუნდაც ამ საკვები დანამატებით, რაღაცნაირად ცუდით, ყველა ადამიანში არის რაღაცა ცუდი და კარგი გენეტიკა, ასე ვთქვათ. თუ შეგვიძლია ამის გვერდის ავლა. ალბათ, ხო, ცუდისაც და კარგისაც. ხო, აგიხსნით, გენეტიკა არის ის, რაც მშობლებისგან გენეტიკურად მივიღეთ. ეპიგენეტიკა არის ის, რა გარემოში ვცხოვრობთ, რითი ვიკვებებით, რას ვსუნთქავთ, რითი ვსუნთქავთ, როგორ უმკლავდებით სტრესს, როგორ გვძინავს, ეგ ყველაფერი არის ეპიგენეტიკა. გენეტიკა, თქვენ წარმოიდგინეთ, არის მხოლოდ 10%, 10%-ს განსაზღვროს, 10-20 მაქსიმუმ გენეტიკა. ეპიგენეტიკა კიდე უკვე ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ის არის. ჩვენ რასაც ვაკეთებთ 80-90%. ამიტომ სწორი ეპიგენეტიკით შეგვიძლია ვმართოთ ჩვენი გენეტიკა და გავიუმჯობესოთ ან შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა. ან გავიუარესოთ არასწორით, კი, არასწორი, არაჯანსაღი ცხოვრებით, მავნე ჩვევებით, დიახ, კი ბატონო, შეიძლება ესე ვთქვათ, გავამწვავოთ, ანუ ხო, შეიძლება რაღაცა ცუდი გენეტიკა გქონდეს, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ გენმა არ გაიღვიძოს, რადგან ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობთ. შეიძლება სულაც არ გქონდეს გენეტიკაში რაღაც დაავადება, მაგრამ არაჯანსაღი ცხოვრებით ეს დაავადება, ანუ ეს დიაგნოზი დგება, კი ბატონო, გამოვიწვიოთ ჩვენი არაჯანსაღი ცხოვრებით. თუ შეიძლება ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების წესით, კარგი საკვებით, რასაც ვეძახით სწორკვებას, საკვები დანამატებით, ჩავანაცვლოთ ინიექციები. ინიექციებში ბოტოქს და ფილერს გულისხმობთ ალბათ კი? თუნდაც აი წამლები, მედიკამენტები. ნუ ეს ორი სხვადასხვა თემა, ჯერ ინიექციებზე და ფილერებზე და ბოტოქსზე ვისაუბრებ. ნუ პირველ რიგში გააჩნია ადამიანის ჯანმრთელობას, მდგომარეობას, კანის მდგომარეობას და ასე შემდეგ. ანუ იმის და მიუხედავად, რომ ძალიან პოპულარულია ეს პროცედურები, მე პირადად არ ვიყენებ, რადგან ფუნქციური მედიცინა მაინც ჯანსაღი გზებით, ანუ მაგის ამოცანა, რომ ჯანსაღი ბუნებრივი გზით მოხდეს ჯანმრთელობის მხარდაჭერა, ჯანმრთელობის კანის და ასე შემდეგ. თუმცა მე ვთვლი, რომ ჯობს კომბინირებული, ანუ კომპლექსური მიდგომა. ჯანსაღი კვება, საკვები დანამატები საჭიროების შემთხვევაში და პლუს ინიექციები. ამ შემთხვევაში ვიღებთ უფრო სრულფასოვან რეზულტატს. აი თუნდაც ჩვენ კანზე რომელი ჩვენი ორგანო აგებს პასუხს? ნუ ზოგადად ჩვენ ჯანმრთელობაზე, ესე თუ გამოვყოფთ მაინც და მაინც ერთ ორგანოზე ვისაუბრებთ, ეს არის კუჭნაწლავი, რა თქმა უნდა, დიახ. კუჭნაწლავი ყველაფრის სათავეშია, ესე ვთქვათ.
მეორე ტვინია კუჭნაწლავში ძალიან ბევრი ეს არ არის მარტო საკვების მონელების ორგანო, ძალიან ბევრი ფუნქცია აკისრია კუჭნაწლავს და არაჯანსაღი კუჭნაწლავის მდგომარეობა, კუჭნაწლავის არაჯანსაღი მდგომარეობა იწვევს ძალიან ბევრ არაჯანსაღ პროცესებს ორგანიზმში. აუტოიმუნური დაავადებები, მეტაბოლური სინდრომი, დეპრესიები, ძალიან ბევრი მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს არაჯანსაღმა კუჭნაწლავმა. გამოდის, რომ ერთ-ერთი ძირითადი ორგანო ადამიანში, საიდანაც მოდის ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემები, ეს არის ნაწლავი, კუჭნაწლავი, ხო? კუჭნაწლავი, დეტოქს სისტემებში შედის ღვიძლი, თირკმელი. ჩვენ სხეულში ზედმეტი ორგანო არ არის. ყველა ორგანო ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ორგანოს, ესე ვთქვათ, ფუნქცია ერთმანეთზეა დაკავშირებული ჯაჭვური რეაქციით. როცა ერთი ორგანო რაღაც ესე ვთქვათ, არა ჯანსაღად მუშაობს, მარტივად რო ვთქვათ, ეს ძალიან მოქმედებს ყველა ორგანოზე. მაგრამ როგორც წესი, კუჭნაწლავი, როგორც წეღან ვახსენე, ყველაფრის სათავეში და ყველაფრის საფუძველია. აი დეტოქსი ახსენე ნატა. დეტოქს თერაპია ყველა ადამიანისთვის საჭიროა თუ ორგანიზმი თვითონ ახერხებს ამ დეტოქსიკაციას. პირველ შემთხვევაში უნდა გავარკვიოთ რა არის დეტოქს თერაპია. უბრალოდ რაღაც კოქტეილების დალევა ეს არ არის დეტოქს თერაპია, მოდით ამაზე შევთანხმდეთ. ევოლუციურად და ბუნებრივად ჩვენ სხეულში უკვე არსებობს ეს დეტოქს, ესე ვთქვათ, სისტემები. ეს არის, როგორც წეღან ვახსენე, კუჭნაწლავი, ღვიძლი, პირველ რიგში ღვიძლი არის პირველი დეტოქს ორგანო, თირკმელები, ფილტვები, კანი. როგორც წესი, ეგ ტოქსინების გაყვანაში და დეტოქსში ეს ორგანოები გვეხმარებიან და მუშაობენ, ამაში არიან ჩართული. მაგრამ გენეტიკური მიდრეკილებების გამო, გენეტიკური მახასიათებლების გამო, ეხლა აღარ ჩაღრმავდები, რატო? გარემოს გამო, არაჯანსაღი საკვების გამო ხდება ხოლმე ამ დეტოქს სისტემების, ესე ვთქვათ, შეფერხება. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ჯანსაღი ცხოვრებით, ისევ და ისევ კვებით, საკვები დანამატებით, არის სპეციალური საკვები დანამატები, დავეხმაროთ ამ დეტოქს ორგანოების, დეტოქს სისტემების გაუმჯობესებაში, სრულფასოვნად რომ ესე ვთქვათ მუშაობდნენ ეს სისტემები, შეგვიძლია კი ბატონო. ოღონდ ეს არ არის კოქტეილების, რაღაც დეტოქს კოქტეილების დალევა და 3 დღეში იმშილი და ასე შემდეგ. ეკოლოგიური პირობები. ძალიან საშინელებას ვსუნთქავთ. მოდი შევთანხმდეთ. ამას შველის რამე შეგვიძლია რამე მივიღოთ, რომ ჩვენი ორგანიზმი არ დააზიანოს გარეგანმა თქვათ ფაქტორებმა. კი, როგორც წეღან ვახსენე, არის სხვადასხვა დანამატები. გამწმენდი საშუალებები, ასე ვთქვათ. ესე გამწმენდი ძალიან მარტივი იქნებოდა, მაგრამ ხო, არის სხვადასხვა საშუალებები. პირველ რიგში კუჭნაწლავის ფუნქციის გასაუმჯობესებლად, რადგან ესე როცა კუჭნაწლავი არ მუშაობს, დარღვეულია ფუნქცია, ის დეტოქსიც არ მიმდინარეობს ორგანიზმში. ღვიძლის ღვიძლის გაწმენდის ფუნქციაში დახმარების გზით შეგვიძლია გავაუმჯობესოთ. არის კი ბატონო, ეგეთი საშუალებები, დანამატები, ოღონდ ბრმად არ უნდა მიიღოს ადამიანმა, უნდა იცოდეს რატო, როდის, რისთვის, რა მიზნებისთვის, რა დოზირებით და ასე შემდეგ, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეგ უნდა ხდებოდეს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე ღვიძლი ვახსენეთ წეღან. ღვიძლი არის და გავმეორდები წეღანაც თქვი, ყველაზე დიდი ფილტრი ჩვენ ფილტრი, ხო? ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი ფილტრი, რომელიც წარმოიდგინეთ ჩვენ შიდა ტოქსინებს ამუშავებს, გადამუშავებელ ჰორმონებს, საკვებს, ბაქტერიებს, ვირუსებს, ენდოგენურ იმას
ტოქსინებს ამუშავებს. ენდოგენური ნიშნავს შიდა ტოქსინებს და ეგზოგენურ გარედან შემოსულ ტოქსინებს, რითიც სუნთქავთ, რას ჭამთ, რას სვავთ, ამასაც ამუშავებს ყველაფერს. ამიტომ და ხშირ შემთხვევაში გენეტიკურად არის ხოლმე რაღაცა ფერმენტების შეფერხება. ღვიძლს აქვს პირველი დეტოქსიკაციის ფაზა, მეორე დეტოქსიკაციის ფაზა, მესამე არის უკვე კუჭნაწლავი და თირკმელი. არის ხოლმე გენეტიკურად რაღაც ფერმენტი, დეტოქსიკაციის ფერმენტი, ესე ვთქვათ, არ მუშაობს, კარგად დათრგუნულია. ამაშიც შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანს ამ ფერმენტის ესე გაუმჯობესებაში, გააქტიურებაში შეგვიძლია დანამატებით ან საკვებით დავეხმაროთ ადამიანს. ოღონდ ეგ გენეტიკა უნდა ინახოს, ანალიზებით უნდა ვნახოთ და შემდეგ ვიმოქმედოთ. ნატა, ჰორმონალური დისბალანსი როგორ აისახება ჩვენს გარეგნობაზე? აი რას გვიზიანებს? პირველ რიგში მაღალი ინსულინი. ინსულინი ყველამ ვიცით, ჰორმონია, მაღალი ინსულინი ძალიან ცუდად მოქმედებს კანზე. კანზე, ხო? კი ბატონო, ძალიან ანუ შაქარ, გლუკოზა, მაღალი გლუკოზა, მაღალი ინსულინი ცუდად მოქმედებს კანზე. გლიკაციის პროცესები მიმდინარეობს უფრო ისეთი გამწვავებული და აკნეს და ასე არა, მე ეხლა ვსაუბრობ ანტი-ეიჯ მხრიდან, ანუ კანს აბერებს ინსულინი, მაღალი ინსულინი, მაღალი გლუკოზა, მაღალი ინსულინი, იქ გლიკაციის პროცესები მიმდინარეობს, რაც იწვევს ლაქებს, პიგმენტურ ლაქებს, იწვევს ნაოჭებს. ეგ ეხლა ვსაუბრობ ინსულინზე. ასევე ინსულინმა შეიძლება გამოიწვიოს აკნე. ოღონდ მანდ უკვე კუჭნაწლავიც არის ჩართული პირველ რიგში ვიტყოდი, იმიტომ რომ არაჯანსაღი მიკრობიოტა კუჭნაწლავში იწვევს ანთებით პროცესებს. და რაც პირდაპირ ისახება კანზე. ინსულინი მაგას ამწვავებს, მაღალი ინსულინი. ასევე მაღალი კორტიზოლი ძალიან აბერებს ადამიანს, სტრესის გამო გვინახია ყველას, ალბათ რაღაცა უცებ დაბერებული ადამიანი, რადგან კორტიზოლი ანადგურებს კოლაგენს, ანადგურებს ესე ვთქვათ, აღდგენით კანის აღდგენით სისტემებს და ამ შემთხვევაში ადამიანი ძალიან მალე ბერდება, როცა მაღალი კორტიზოლია და მაღალი ინსულინი. ერთმანეთს კავშირშიც არიან, მაღალი ინსულინი იწვევს მაღალ კორტიზოლს და ასევე მაღალი კორტიზოლი იწვევს მაღალ ინსულინს. ანუ სტრესი ძალიან თავიდან ბოლომდე ანგრევს ადამიანის ნამდვილად ესე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სტრესთან ესე ვთქვათ გამკლავება, სტრესის მართვა. აი როგორ უნდა მართოთ? შეგვიძლია აი ამ საკვები დანამატებიდან ნუტრიციოლოგმა მართოს სტრესი? აი ძალიან მაინტერესებს ეს. ჩემი მხრიდან როგორც წესი, ესე ვეხმარები ადამიანებს ვურჩევ დანამატებს, რომლებიც ეხმარებიან სტრესში გამკლავება, ანუ სტრესთან გამკლავებაში, ამშვიდებენ ნერვიულ სისტემას, რელაქსაციას უწყობენ ხელს, ესე ვთქვათ, ჯანსაღ ძილს, ანუ ხარისხიან ძილს უწყობს ხელს ეს დანამატები, თუმცა მხოლოდ მაგით არა, ადამიანმა უნდა ისწავლოს სტრესთან გამკლავება. უბრალოდ მე ვაძლევ ესე ვთქვათ საყრდენ ჯოხს. მაგრამ ანუ ამ მდგომარეობაში ჯობია თერაპიაც, ფსიქოლოგიური თერაპია, მედიტაციები, სპორტი, ოღონდ არაინტენსიური სპორტი. იოგა, ცურვა, სეირნობა, იმიტომ რომ ინტენსიური სპორტი არ შეიძლება სტრესის დროს. ანუ როცა ადამიანი ვერ უმკლავდება სტრესს და ისედაც მისი სისტემები ძალიან გადატვირთულად მუშაობს, ზემოდან ინტენსიური სპორტი დაამატო, უფრო სტრესში ჩააგდებ ორგანიზმს, კი ბატონო. საკვები დანამატებითაც მაგალითად მაგნი, ელთიანინი, გაბა, გლიცინი ეხმარებიან ადამიანის, ანუ ესე ვთქვათ, ნერვიული სისტემის დაბალანსებაში. რა მაინტერესებს ნატა? ყოველთვის ვერიდებით აი ესეთი ჩვეულებრივი მამაპაპური მედიკამენტების მიღებას. მამაპაპური მედიკამენტის აი რაც ჩვეულებრივად აფთიაქებში კლასიკური უფრო სწორად, კი ბატონო. და უფრო
ეხლა დღეს მაგალითად ძალიან ბევრი ადამიანი არის გადასული საკვებით დანამატების მიღებაზე. მაინტერესებს ქიმიურად არ აქვს თქვათ უკუჩვენებები ამ საკვებ დანამატებს ისეთი როგორიც თქვათ კლასიკურ მედიკამენტებს. საკვებ დანამატებს რაც შეეხება აქ ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ საკვებ დანამატების ხარისხზე. ეგ არის უმნიშვნელოვანესი და ყველაფრის სათავეშია ამ საკვებ დანამატის ხარისხი. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვინ, რომელი კომპანია აწარმოებს, მასალას ნედლეულს საიდან იღებს, ამოწმებს თუ არა ამ ნედლეულს მძიმე მეტალებზე და სხვადასხვა მავნე ნივთიერებებზე. შემდეგ შეესაბამება თუ არა ეს საკვები დანამატი ანუ იმ დოზირებას, რაც გამოცხადებულია, თქვათ, ეტიკეტზე, რაც წერია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რა ფორმით არის, ანუ სხვადასხვა ვიტამინები და მინერალები არსებობენ სხვადასხვა ანუ არის სხვადასხვა ფორმით, არსებობენ სხვადასხვა ფორმით. ფორმასაც გააჩნია ბიოშეღწევადი არის ეს დანამატი თუ არა. შეიძლება სულაც ანუ საერთოდ არ ქონდეს ეფექტი, ან სულაც ავნოს ორგანიზმს, როცა არასწორი ფორმაა შერჩეული და არასწორი დოზირება შერჩეული. როცა ეს წინაპირობა ყველა გათვალისწინებულია, როცა პროფესიონალური, როგორც წესი, პროფესიონალური მწარმოებლები, დანამატების პროფესიონალური დანამატების მწარმოებლები ხარისხს აკონტროლებენ მესამე ლაბორატორიაში ამოწმებენ მძიმე მეტალებზე, მავნე ნივთიერებებზე, დოზირება, ფორმა და ასე შემდეგ. როცა ყველა ეს წინაპირობა დაცულია, ამ შემთხვევაში ის დანამატი უსაფრთხოა, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია ვინ სვავს, რატო სვავს, რა მიზნით, რა დოზით და რა ფორმით. აი მე თუ არ ვიცი, წარმოებლებში, არ ვიცი, ვერ ყვევი, თუ არის ესეთი რამე ამ საკვებ დანამატებზე, რამე ნიშნული ან რაღაც ეტიკეტი, საიდანაც მივხვდები. ამას სწავლობდი მე 3 წელი. ხო, ეხა ესე მარტივად, ანუ ვერ აგიხსნით, არის ხოლმე რომ რაღაც კომპანია აწარმოებს ხშირ შემთხვევაში კარგ დანამატებს, ესე ვთქვათ, მაგრამ რაღაცა ხაზი არ კონდეს. შეიძლება პირობითად D ვიტამინი კარგი კონდეს, მაგრამ ომეგა-3 კონდეს. ხო, არც თუ ისე ცუდი შეიძლება არა, მაგრამ არც თუ ისე კარგი. შეიძლება რომელიღაც კომპანიას კონდეს ანუ ომეგა-3 კარგი და თქვათ მაგნიუმი კარგი, მაგრამ სელენი არ იყოს. ეს ალბათ შემადგენლობაზე ლაპარაკი, თორე რაღაც სტანდარტებს იცავენ ალბათ, ხო? სტანდარტებს როგორც წესი პროფესიონალური დანამატების მწარმოებლები იცავენ. ფუნქციურ მედიცინაში, მაგალითად მე ვერიდები არაპროფესიონალური დანამატების დანიშნას ვერიდები. რადგან ანუ ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს მიზანი უბრალოდ დავლიოთ, უბრალოდ დავნიშნოთ ვიტამინი და მინერალი. ჩვენ უკვე აქ გვაქვს ჯანმრთელობასთან საქმე, ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს პროფესიონალური დანამატი, ფარმაცევტული სისუფთავის. ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი, ეგ ისეთი ნიუანსია. ბევრი მეუბნება ხოლმე რომ რაღაცა უცნაური ფირმის, რაღაცა უცნაურ საკვებ დანამატს სვავ და მეკითხებიან, აი ნატა ეს კარგია? ვეუბნები არა, არ არის კარგი, რატო? უხსნი რომ ესე იცით რა არის, ზოგ შემთხვევაში პროფესიონალური დანამატი ოდნავ კი არა და ცოტა ძვირია, ხო, ჩვეულებრივ დანამატთან შედარებით და ვინც ვერ ერკვევა, ფიქრობს რომ მოდი ეხა ეც რადგან იაფიანია, მოდი ამას დავლევ, ხო? და რა მოხდა? არც არაფერი მოხდება, ვიყიდი იაფიანს. ამ შემთხვევაში დაგვაზიანოს კიდეც. კიდეც კი არა აზიანებს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არც მძიმე მეტალებზეა შემოწმებული, არც მავნე ნივთიერებებზეა, დოზირება შეიძლება საერთოდ ცდებოდეს. ამის წინათ ჩატარდა კვლევა მელატონინზე, იმაში ამერიკაში და არაპროფესიონალური ხაზის დანამატები რო შეამოწმეს
თქვათ მელატონინი არის 1 გრამი, 3 გრამი, 5 გრამი და 20 გრამი. ხშირ შემთხვევაში ეწერა 1 გრამი და იყო 001 ან ამას კიდე არა უშავს. პატარა დოზა. პატარა დოზა იყო ხოლმე 20-30 გრამი, მილიგრამი უფრო სწორად მილიგრამი. ანუ ეგ ძალიან მავნეა ორგანიზმისთვის. ამიტომ მე მუშაობ მხოლოდ პროფესიონალურ დანამატებთან. აი მელატონინი ახსენე ნატა და მელატონინზე მაინტერესებს ამას წინათ წავიკითხე სადღაც, რომ კიბოს პრევენცია რა კავშირშია და ძალიან მაინტერესებდა ამ თემაზე კომპეტენტური ადამიანის აზრის მოსმენა. ფუნქციურ მედიცინაში ზოგადად მელატონინი ძალიან გვიყვარს, რადგან მარტო ძილის და მხოლოდ ძილის დასარეგულირებლად არ ვიყენებთ. ასევე მელატონინი არის ანტიოქსიდანტი, აი კოვიდის დროს ინიშნებოდა საკმაოდ მაღალი დოზებით. ასევე კი ბატონო არის კვლევები, ოღონდ აქ უკვე საუბარია ძალიან დიდ დოზებზე. კი ბატონო, არის პროტოკოლები, ოღონდ ეგ ფუნქციური მედიცინის ონკოლოგებს ანუ შეუძლიათ მაგის დანიშვნა, არის ეგეთი პროტოკოლები. პირველ რიგში, იმიტომ რომ მელატონინი ანტიოქსიდანტია და ჩვენ სხეულში თითქმის ყველა ორგანოს აქვს, საკვერცხესაც კი აქვს მელატონინის რეცეპტორები. რაც ნიშნავს იმას, რომ ჰორმონს გამოიმუშავებს მელატონინი? რამე რო ვსვავთ, აქედან მოდის რაღაც დამატებითი ჰორმონის გამომუშავება? არა, ესე ვერ ვიტყოდი, მელატონინი არ არის, ანუ ჩვენი პირადი მელატონინი კი ბატონო ციკარდული რითმების დასარეგულირებელი ჰორმონია, მაგრამ საკვები დანამატი არ არის ჰორმონი. ანუ უბრალოდ რეცეპტორები ნიშნავს იმას, რომ კი ბატონო, რომ ჰორმონებთან არის დაკავშირებული, მაგრამ რასაც სვავთ, საკვები დანამატი არ არის ჰორმონი. ნატა, არის თუ არა ისეთი შემთხვევა, როცა ვიღებთ დანამატებს, მაგრამ არ შეიწოვება ჩვენს ორგანიზმში და აი რისი ბრალია ეს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ხშირ შემთხვევაში ხდება ესე, კიდევაც ისევ და ისევ კუჭნაწლავთან მივდივართ. როცა არ არის ანუ კუჭნაწლავის სისტემა როცა თქვათ არ მუშაობს ფუნქციურად დარღვეულია, როცა არის დისბიოზი, სიბო, აგიხსნით მე ეს რას ნიშნავს, შეწოვის პრობლემა როცა არის, ხშირ შემთხვევაში დანამატმა საერთოდ შეიძლება ვერ იმოქმედოს, იმიტომ რომ შეწოვა არ ხდება ან რაღაცა მცირე რაოდენობით შეიწოვოს ორგანიზმში. ამიტომ ისევ და ისევ მივდივართ კუჭნაწლავისკენ პირველ რიგში. ჯერ როგორც წესი ფუნქციურ მედიცინაში ვიწყებთ კუჭნაწლავის, ესე ვთქვათ, ფუნქციების გაუმჯობესებიდან, ხუთიერი პროგრამა არის ესეთი, ფუნქციური მედიცინის ოქროს სტანდარტია და იქ არის მავნე მიკრობიოტასთან მუშაობა, იქ არის კუჭნაწლავის თლიანობასთან და ლორწოსთან მუშაობა და არამედიკამენტოზურად დანამატების და ჯანსაღი სპეციალური პროტოკოლებით, საკვები დიეტგეგმებით, პროტოკოლები, ანუ სამკურნალო პროტოკოლებით ესე. და ამის შემდეგ უკვე როცა გამართულია ეს ყველაფერი, შეგვიძლია დავლიოთ სხვადასხვა დანამატები, ისიც სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, ესე ბრმად დანამატების დალევა შეიძლება დააზიანოს ორგანიზმი. შენთან კონსულტაციის დროს გავიგე, რომ ჩემს ორგანიზმს აკლია მარილი. ხო, ანუ მარილზე ვცდილობდი ყოველთვის რომ მიმეღო ნაკლები მარილი. და აღმოჩნდა რომ აკლია. აი ძალიან მაინტერესებს შენი აზრი. თუნდაც შაქარზე, მარილზე, ფქვილზე, ან რას გვავნებს, ან თუ აქვს რამე მნიშვნელოვანი დატვირთვა ჩვენი ორგანიზმისთვის. შაქარზე ეს მე მგონი უკვე ყველა მიცის, მაგრამ მაინც გავიმეორებ, სწრაფი ნახშირწყალია, შაქარი აზიანებს კუჭნაწლავს, რადგან მავნე მიკრობიოტის გაზრდას ხელს უწყობს. არაფერი სასარგებლო შაქარს არ მოაქვს? არ მოაქვს. ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რას ბავშვს ხო ჭირდება გლუკოზა, ტვინს ჭირდება, არ ჭირდება საერთოდ შაქარი და ნახშირწყლები არის
ენერგიის ყველაზე მარტივი, მაგრამ ყველაზე ბინძური წყარო. ამიტომ უყვარს ბავშვებს, რადგან სწრაფად ჭირდება ენერგიის შევსება. ბავშვი დარბის, რაღაცა ხალისობს და ენერგიას ხარჯავს და ამ შემთხვევაში, ანუ სწრაფად რო შეივსოს ეს ენერგია, ჭამს ხოლმე ტკბილეულს. ეგ არის ძალიან ცუდი გზა, მე ეჩვევა, კუჭნაწლავი ეჩვევა, ტვინი ეჩვევა, ესე ვთქვათ, ამ ტკბილს და აზიანებს ძალიან ორგანიზმს, ძალიან ბევრ უამრავ რაღაცას აზიანებს ორგანიზმში. არ ჭირდება საერთოდ. ნახშირწყლები, ხილი ხო ნახშირწყალია? გაჩ ხილის ფრეში კი ცარიელი ნახშირწყალია. თვითონ ხილს აქ კიდე ბოჭკო, ანუ აი ეს რაღაც, რაც აკავებს გლუკოზის ავარდნას. ამიტომ ეს ფრეშების დალევა არ არის ჯანსაღი ისტორია. არა, საერთოდ არ არის ჯანსაღი ისტორია, იმიტომ რომ ძალიან წევს გლუკოზას, გლიკემიური ინდექსი ძალიან მაღალი აქვს ფრეშებს. ამ დროს პირიქით ვიცოდი. არა, ეგ მითია. ჯობია ჭამო ის ფორთოხალიანი სტაფილო, რადგან ბოჭკოს, ანუ შეიცავს უკვე უჯრედის და ის უჯრედისი აკავებს ამ გლუკოზის ავარდნას, ესე ვთქვათ, არ წევს, ხელს უშლის რომ აიწიოს ძალიან მაღლა. ბოჭკო ახსენეთ, თხილეული ხო? ძალიან ბევრი შედის თხილეულში ბოჭკო. თხილეულში მგონია რომ ძალიან სასარგებლოა, ხო? თხილეული ძალიან სასარგებლო, რადგან ჯანსაღ ცხიმებსაც შეიცავს, უბრალოდ ძალიან კალორიულია და როცა ადამიანს წონის კორექცია უნდა, როცა მეტაბოლურ სინდრომთან გვაქვს შეხება, როცა წონის დაკლება უნდა, ხშირ შემთხვევაში ბევრს ანუ არ ურჩევ. ცოტა რაოდენობით რაღაცა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თხილის დალბობა, ეგეთი ის არის. ანუ რატო ვალბობთ? რატო ვალბობ და თხილს აქვს, როგორც დადებითი, ეს მარტივად ხსნი, როგორც დადებითი და კარგი ნივთიერებები, ასევე აქვს ნივთიერებები, რომლებიც ესე ვთქვათ, შხამიანია ჩვენი ორგანიზმისთვის და ჩვენი კუჭნაწლავისთვის. როცა ვალბობთ იმ თხილს, მავნე ნივთიერებებს ვაშორებთ, რჩება მარტო ჯანსაღი, სასარგებლო ნივთიერებები, ნუტრიენტები, ცხიმები, ვიტამინები, მინერალები და ასევე ბოჭკო. აი მარილს დაუბრუნდეთ, გადავედით ცოტა თემიდან. მარილი ახლა ჭარბი რაოდენობით მარილი, როგორც საერთოდ მარილის გარეშე არ შეიძლება, ასევე ჭარბი რაოდენობით არ შეიძლება მარილის ესე ვთქვათ მოხმარება. საერთოდ მარილის გარეშე, როგორც წეგან ვახსენე, არ შეიძლება, იმიტომ რომ მარილი მონაწილეობს ელექტროლიტების და ჩვენ ლიმფური სითხეს და სისხლის შემადგენლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ასევე თირკმელზე და ჯირკვალი, რომელიც ძალიან ჩართულია სტრესთან გამკლავებაში გვეხმარება, რადგან გამოიმუშავებს თირკმელზე და ჯირკვლის ქერქი გამოიმუშავებს კორტიზოლს. ძალიან ჭირდება, ესე ვთქვათ, და უყვარს ამ თირკმელზე და ჯირკვალს მარილი. ასევე სელენი, თუთია და C ვიტამინი. ამიტომ აი რომ მეკითხებოდი სტრესთან გამკლავებაში როგორ შეიძლება დავეხმაროთ ადამიანს. ანუ ვაძლევთ იმ დანამატებს, იმ მიკროელემენტებს, რაც ჭირდება, ვთქვათ, იმ თირკმელზედას. და თირკმელზედას ფუნქციის აღდგენით ვეხმარებით სტრესთან გამკლავებაში ადამიანს. ფქვილეულს თუ მოაქვს რამე სარგებლობა ჩვენთვის. და თუ არის აუცილებელი რომ რაღაცა დოზით მაინც მივიღოთ. ფქვილეული შეიცავს გლუტენს, გლუტენი იცით, ალბათ იცის მე მგონი ყველამ უკვე რომ ეს არის ცილა, რომელიც აზიანებს კუჭნაწლავს. ვიღაცა მეტყოდა რომ ფქვილში არის ბეჯგუფის ვიტამინები. დღევანდელ ფქვილში სამწუხაროდ არ არის. აი ჩვენი წინაპრები როგორ ცხოვრობენ, საერთოდ ჩვენი წინაპრები, დაახლოებით 50-100 წლის წინ, ბევრად ჯანსაღად იკვებებოდნენ და ბევრად ჯანსაღად ცხოვრობდნენ. ესე ვთქვათ, როგორ მიირთმევდნენ ამ ფქვილს. ჯერ ხო ჰქონდათ ხორბლის ესე ტომრები შენახული.
თვეში ერთხელ მიდიოდნენ საფქვავზე, ქვავდნენ ამ იმას ხორბალს და ეს იყო ახალი დაფქვილი ხორბალი. ეგეთ შემთხვევაში თან მთლიან მარცვლეული იყო, ანუ ჩენჩოსთან ერთად იფქვებოდა ეს ხორბალი და ამაში იყო ბეჯგუფის ვიტამინები. დღევანდელ თეთრ ფქვილში ნამდვილად არაფერი სასარგებლო არ არის. ნატა, ძალიან კარგად იცი ანალიზების გაშიფრვა. ასე ვთქვათ, წაკითხვა. და აი შეიძლება მოგმართოს ადამიანმა რაღაცა პრობლემაზე და აბსოლუტურად და ეგონოს რომ რაღაცა სხვა პრობლემაა და უცბად იმ ანალიზებში ისეთი რაღაცა დაიჭირო, რასაც შეიძლება ბევრმა ექიმმა ყურადღება არ მიაქციოს. აი რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ანალიზის წაკითხვა მაინტერესებს. ზოგადად ფუნქციური მედიცინის სპეციალისტები, ანუ არ კმაყოფილდებით, ესე ვთქვათ, ლაბორატორიული რეფერენსებით. ლაბორატორიული რეფერენსი არის ლაბორატორიული ნორმა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ოპტიმუმები, უფრო ვიწრო და ზუსტი მაჩვენებელი. ამას უფრო ვაკვირდებით ანალიზებში და ზოგჯერ, ანუ ამ ყველაფერს მე ვაჯამებთ. ყველა როგორც წეგან ვახსენე, ყველა ორგანიზმის და ორგანიზმის ყველა ფუნქცია ერთმანეთში არის კავშირში, დაკავშირებულია ერთმანეთზე და გავლენას ახდენს ერთმანეთზე. როდესაც ჩვენ ოპტიმუმებით ხედავთ თუნდაც უმნიშვნელო გადახრას, მიგვინიშნებს იმაზე, ანუ საითკენ ესე ვთქვათ მიდის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აქ სწორედ ჩდება პრევენციის საშუალება. რომ არ სანამ პრევენციული მედიცინა რას ნიშნავს, ანუ ყოველთვის პრევენცია ბევრად მარტივია, ვიდრე მკურნალობა უკვე როცა არის დიაგნოზი. ამ ოპტიმუმებით ხვდებით არის თუ არა რისკები, ამ რისკების პრევენციაზე ვმუშაობთ, ესე ვთქვათ და კი ძალიან მნიშვნელოვანია და ანუ ხშირ შემთხვევაში ადამიანი მოდის ჩემთან და იძახის რომ ანუ აი არაფერი არ მაწუხებს, არაფერი არ მტკივა, უბრალოდ მინდა ჯანსაღი კვება. მე როგორ მუშაობ აგიხსნი, მაგ ფუნქციური მედიცინის 30 გვერდიანი სიმპტომატური კითხვარი. სადაც ყველა ფუნქცია, ორგანიზმის ყველა ორგანოს ფუნქცია არის სიმპტომების სახით, ანუ გამოკითხული. ხშირ შემთხვევაში ადამიანი თვითონაც ვერ ხვდება, რომ ცხოვრობს რაღაც სიმპტომით, ანუ მგონია ნორმა ეს სიმპტომი. ამ კითხვარს რო ვათვალიერებ, შემდეგ თუ ანალიზები არაა გაკეთებული, უკვე დაახლოებით ვიცი და ვხვდები რა ორგანიზმის რა სისტემაში აქვს დარღვევა, უნიშნავ ანალიზებს. ანალიზებში უკვე ხშირ შემთხვევაში მე არც მჭირდება ეს ანალიზები, ადამიანს ვეუბნები რომ უკვე ვიცი, მაგრამ რომ დარწმუნდეს ის ადამიანი, რომ რასთან უნდა ვიმუშაოთ, რაში არის პრობლემა, ვაბარებინებ ანალიზებს, შემდეგ ხდება ამ ანალიზების სწორი წაკითხვით და ამ ფუნქციური კითხვარის შეჯამება. ესე უკვე სრულფასოვან და მთლიან სურათს ხედავ ადამიანის ჯანმრთელობაზე და რაზე უნდა ვიმუშაოთ ხშირ შემთხვევაში ჩემთან კონსულტაციაზე რომ მოდიან, თქვათ, ერთი კონსულტაციით ვერ შემოვიფარგლები, ხო? ყოველთვის უხსნი ადამიანს, რომ აი თქვენ მთელი ცხოვრება ცხოვრობდით, თქვათ, არაჯანსაღი ცხოვრებით, არაჯანსაღად იკვებებოდით, არაჯანსაღად არასრულფასოვნად გეძინათ. ეს ერთ თვეში და ორ თვეში ვერ მოხდება ამის კორექცია. ამიტომ ფუნქციონალური მედიცინა ანუ პაციენტს უყურებს როგორც პარტნიორს, ესე კი არა რომ რაღაცა მე გავცემ დირექტივებს და შენ აუცილებლად უნდა შეასრულო. რაღაც იმაშია ტანდემში ვართ. ხო, ტანდემში ვართ, ანუ მუშაობთ ერთად, ერთობლივად ამ ადამიანის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ხო? ნატა. ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად. ციკარდული რითმები ნიშნავს, რომ
ანუ ზოგადად ჩვენ ისევ წინაპრებთან მივდივარ, იძინებდნენ, როცა მზე ჩადიოდა, ბნელდებოდა, იღვიძებდნენ, როცა მზე ამოდიოდა. ეგ არის ჯანსაღი, ციკარდული რითმები. ჩვენი ჰორმონალური სისტემა ექვემდებარება ამ ციკარდულ რითმებს. კორტიზოლი მაღალი უნდა იყოს დილით. კორტიზოლი ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონია, ეგ არის სიცოცხლის ჰორმონი, მაგრამ მაღალი უნდა იყოს დილით და არა საღამოს. შენ როცა იძინებ გვიან, ირღვევა ეს ბალანსი და როცა არ გძინავს ორგანიზმს გონია რომ დილა ან რაღაც აქტიურად ხარ, თირკმელზე და გამოიმუშავებს, თირკმელზე და ჭირკვალი გამოიმუშავებს ამ კორტიზოლს. საღამოს, როცა უნდა იყოს პირიქით. დილით რო იღვიძებ, უკვე აღარ აგაქვს ის კორტიზოლი სათანადო დონეზე და აი ეს ხშირად ხდება ხოლმე ეს რომ გავიღვიძე უკვე დაღლილმა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და ასე შემდეგ. მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ უნდა იყოს მოწესრიგებული ძილით 11 საათამდე თუ გინდათ ჯანსაღი ცხოვრება, ჰორმონები, მოწესრიგებული მეტაბოლიზმი, ადამიანი უნდა იძინებდეს 11 საათამდე და კონდეს სრულფასოვანი 8 საათიანი, ანუ 7, ცოტა 8, 9 საათიანი, ну 8 არის ყველაზე ოპტიმალური 8 საათიანი ძილი. ანუ ძილში წეგან ახსენე, ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს, ასევე დეტოქს სისტემა, ტვინიც იწმინდება, ესე მარტივად რო ვთქვა, ისვენებს, იწმინდება, ღვიძლი, რაღაც საათები არის, კუჭნაწლავი, ანუ ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. რა კავშირია ჰორმონებს და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის? ну პირველ რიგში ისევ ნაწლავიდან დავიწყოთ, ნაწლავში ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, აი ბედნიერების ჰორმონი სეროტონინი ყველამ ვიცით, მაგის მნიშვნელოვანი ნაწილი გამომუშავდება ნაწლავში. ასევე ვიტამინების და მინერალების შეწოვა როგორ ხდება? ბეჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ ნეირომედიატორების შექმნაში. ნეირომედიატორები არის რაღაც რაც მოკლედ მერე ჰორმონებზე და ფსიქიკაზე მოქმედებს. არა ჯანსაღი კვებით ვერ აწვდი იმ მინერალებს და ვიტამინებს, რაც ჭირდება სხეულს და რაც ჭირდება ფსიქიკა. ანუ ჩვენ ორგანიზმში ცალკე არაფერი არის, ფსიქიკა ცალკე არ არის და ფიზიოლოგია ცალკე არ არის. ერთმანეთის კავშირში და შერწყმაში არის ეს ყველაფერი. შეიძლება ესე იგი არაჯანსაღმა საკვებმა ადიქტური ქცევებიც გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, აი წეღან შაქარი ახსენე, ტკბილეული ახსენე, პირდაპირ დოფამინზე მოქმედებს და იწვევს, ესე ვთქვათ, დამოკიდებულებას, ჩვეულებრივი ნარკომანული დამოკიდებულება ხდება ტკბილზე და რაც უფრო მეც ჭამ, მით უფრო მეტი გინდა. ასევე მიკრობიოტაზე მოქმედებს, ანუ ვთქვათ, ცუდად და რო იძახიან, აი ბავშვებს როგორ უნდა აუხსნა, რატო არ შეიძლება მტკბილეულის ჭამა. მე ჩემ შვილს თავის დროზე აუხსენი ესე, რომ მარტივად. ჩვენ ნაწლავში არის კარგი ბაქტერიები და ცუდი ბაქტერიები. კარგი ბაქტერიები გვეხმარებიან ძალიან ბევრ რაღაცაში, კარგ ხასიათზე რო ვიყოთ, ჯანმრთელები ვიყოთ, ვიტამინების და მინერალების გამომუშავებაში გვეხმარებიან კარგი ბაქტერიები. აქტიურები რომ ვიყოთ, მოტივირებულები რომ ვიყოთ, ამაში ყველაფერში გვეხმარება, ასევე იმუნიტეტში ვირუსებთან ბრძოლაში გვეხმარება კარგი ბაქტერიები. ცუდი ბაქტერიები პირიქით, ცუდი ტიპები არიან და გვავნებენ და ამათ შორის ყოველთვის არის ბრძოლა, ესე ვთქვათ, მარტივად. მნიშვნელოვანი რატო არის, რას ჭამ. თუ შენ ჭამ ტკბილეულს და გადამუშავებულ პროდუქტებს, შენ ამარაგებ და აჭმევ ცუდ ბაქტერიებს. ცუდი ბაქტერიები იზრდებიან და თრგუნავენ ამ კარგ ბაქტერიებს. როცა მიაწვდი ჯანსაღ საკვებს, შენ კუჭნაწლავს და ამ ბაქტერიებს, კარგი ბაქტერიები იზრდებიან და უკვე ბალანსში არიან. ყოველთვის უნდა იყოს ბალანსი, ცუდი და კარგი, პირობითად ცუდი და პირობითად კარგი ბაქტერიები. თუ ჯანსაღეთი კვებები, ჯანსაღი ცილა, ბოჭკო ვახსენე წეღან, უჯრედის ძალიან უყვარს კარგ ბაქტერიებს, ჯანსაღი ცხიმები, სალა. გამიგია რომ არის ძალიან სწორი და კარგი ცხიმი. ამ დროს მეგონა ყველაზე მავნე, იმიტომ რომ ცარიელი ქონია, ხო?
მაინტერესებს ძალიან. ესე რომ აი რაღაც საფუძვლიანად რო აგიხსნა, რატო გეგონა და რატო გონია დღემდე ბევრს ცხოველური ცხიმი, მავნი არ შეიძლება, რაც უფრო უცხიმო საკვებს შეჭამ მით უკეთესი, ეს იყო 50-იანი წლების, ესე ვთქვათ, ჩატარდა რაღაც კვლევა, არასწორად ჩატარდა, არასწორი კვლევა, ეხა უკვე დაადგინეს, რომ არასწორი იყო ეს კვლევა, მოკლედ ქოლესტერინის მატება, ან ცხოველური ცხიმების ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში იწვევს ქოლესტერინის მატებას. ეს მითია, არ შეესაბამება სიმართლეს. ქოლესტერინის მატებას, ეხლა მარტივად რო ვთქვა, ხო უბრალოდ ვამარტივებ ყველაფერს, იწვევს მაღალი გლუკოზის შემცველობა ორგანიზმში. მაღალი ცხიმი არაფერ შუაში, არაფერ კავშირში არ არის. ჯანსაღი ცხიმების სალა, ერბო, კონი არ უნდა გვეშინოდეს კი არა, აუცილებლად უნდა მივირთმევდეთ, რადგან ჩვენი უჯრედების მემბრანა, ანუ ეს ზედაპირი, აპკი, არსი, ჩვენი უჯრედების შედგება ცხიმებისგან და ცხოველური ცხიმები, ანუ პირდაპირ ავსებენ ამ ცხიმებს, რომლებიც გვჭირდება. ასევე ომეგა-3 ცხიმები, სალა, ერბო, როგორც თქვი, კონი, ხო, ცხვრის კონი, რა ვიცი, ბატის კონი, ქათმის კონი, ჩვენი წინაპრები ისევ და ისევ წინაპრებთან მივდივართ, ხო? რას სად იყო მაშინ ზეთები, თქვა, ან სემიჩკის ზეთი ხო, საერთოდ ამოღებული მაქვს მე პირადად რაციონიდან უკვე ბოლო 6 წელია და ყოველთვის ჩემ პაციენტებს ვეუბნები, რომ პირველ რიგში ამოიღეთ რაციონიდან ეს სემიჩკის და სიმინდის მზესუმზირის და სიმინდის ზეთები. ჩვენი წინაპრები არც ტრანსცხიმები იყო, მაშინ ჩვენი წინაპრები ჭამდნენ სალას, კონს, ერბოს. ზეითუნის ზეთზე რა ზღვა? ზეითუნის ზეთი ძალიან კარგია, ოღონდ შეწვა ზეითუნის ზეთზე არ არის რეკომენდებული. შეწვა ერბოზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ერბო არის ძალიან ესე ვთქვა, ძალიან მაგარი წამალია ერბო. რატო კუჭნაწლავზე მოქმედებს ძალიან დადებითად, ახორცებს კუჭის ლორწოს, ანტიბაქტერიულიც არის და ჯანსაღი ცხიმების წყაროა, ხო. ასევე ერბოს აქვს მაღალი დუღილის წერტილი, ესე ვთქვათ. დაბალი დუღილის წერტილი ნიშნავს, აი წეგან ზეითუნის ზეთი ახსენეთ. ზეითუნის ზეთის ისე მოხმარება სალათებში და თუნდაც ესე დალევა სუფრის კოვზით მისაღებია. შეწვა არა, იმიტომ რომ ზეითუნის ზეთს აქვს ძალიან დაბალი დუღილის წერტილი, ესე ქვია. 100 გრადუსამდე, როცა უკვე, ანუ 100 გრადუსის ზევით უკვე ხდება კანცეროგენული ზეითუნის ზეთი, ნებისმიერი ზეთი, გარდა ავოკადოს. თუ აწერია რომ შეიძლება შეწვა მაინც არა, გარდა ავოკადოს და ქოქოსის ზეთსაც, მცენარეულ ზეთებზე თუ საუბრობთ. ერბოს აქვს ყველაზე მაღალი დუღილის წერტილი, 250 თუ 260 გრადუსი. ანუ 260 გრადუსის შემდეგ ხდება მარტო კანცეროგენული და ჩვენ წვავთ სადღაც 100-150, 200 გრადუსამდე. კარაქით შეიძლება რომ კარაქი არა. არა. ერბო რა არის? ერბო არის მარტო ცხიმი, ის ლაქტოზა არის ამოღებული კარაქიდან. ერბოს ხო ვადუღებთ და ვაშორებთ იმ ლაქტოზას, ამ ესე ვთქვათ, რძის შემადგენლობას. კარაქი პურზე წასასმელი, ოკეი, შეიძლება, შეწვა არა. თუ გინახიათ, როცა წვავთ კარაქზე, შიშინებს და გშავდება, ეგ არის ის ლაქტოზა, რომელიც ერბო ესე ანუ არ იქცევა, ესე ვთქვათ. მე დაახლოებით 5-7 წელია მხოლოდ ერბოზე ვწვავ ყველაფერს. ასევე მაღალი თუ ვისაუბრებთ მისაღებ და მისაღებ ესე ვთქვათ ზეთებზე და რაზეც შეიძლება შევწვათ, ქოქოსის ცხიმი შეიცავს მონოლაურინს, ანტივირუსულია და ანტიბაქტორიულია, მისაღებია შესაწვავად მაღალი დუღილის წერტილი აქვს, უბრალოდ გემო, ეს ქოქოსის გემო, ხა ბევრს არ მოწონს, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ რაფინირებული ქოქოსის ცხიმი გამოიყენოთ. თუმცა ერბო უფრო ჯანსაღია. ქოქოსის ცხიმს შეიძლება ისე ვურჩევ ხოლმე ჩემ პაციენტებს რომ ჭამონ კოვზებით და შეწვა ერბოზე.
ან თქვათ რაღაც pancake-ებს თუ წვავენ, ჯანსაღ pancake-ებს გულისხმობ არათეთ ფქვილზე, მისაღებია ქოქოსის ცხიმზე შეიწვას. ავოკადოს ცხიმით სესია მაღალი დუღილის წერტილი აქვს. ჩვეულებრივად შეგიძლიათ მაგაზე შეწვათ ან სალათას დაასხათ. ყველაზე დიდი მითი ჯანსაღ საკვებზე. იმ მით თუ არ ჩავთვლით, რაც ეგან ვახსენე ცხიმებთან დაკავშირებით, ხო, ცხიმი საჭირო აქვს, გჭირდება, მოდი ამაზე შევთანხმდეთ. მეორე მითი არის ის, რომ არის ესეთი მითი, რომ საკმარისი ადამიანი ჯანსაღად იკვებებოდეს და მეტი არაფერი ჭირდება ჯანმრთელი ორგანიზმისთვის. ესე არ არის. როგორც წეგან ვისაუბრეთ, მნიშვნელოვანია კუჭნაწლავი როგორ ფუნქციონირებს, დეტოქს სისტემები როგორ ფუნქციონირებს, რა გენეტიკური წინაპირობები, მახასიათებლები აქვს, კომპლექსურად ძილი, ხო, ძილი სტრესთან გამკლავება, ფიზიკური აქტივობა, მავნე-ჩვევები აქვს თუ არა, რა გარემოში ცხოვრობს, ფსიქოლოგიურად და ფიზიოლოგიურად, ანუ როგორ და რა გარემოში ცხოვრობს, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ არის ფუნქციური მედიცინა, ამიტომ წავედი ამ მედიცინაში, რომ ეხმარება ადამიანს მთლიანობაში, ყველა სისტემა, ყველა ფუნქცია გაუმჯობესოს და უფრო ჯანსაღი გახადოს ადამიანი, უფრო აქტიური, უფრო ხანგრძლივი ცხოვრებით რო იცხოვროს და უფრო ჯანმრთელი იყოს. წყალზე მაინტერესებს კითხო ნატა. რა შვება წყალი ჩვენს ორგანიზმში? მე პირადად ძალიან ბევრ წყალს ვიღებ. აი თუ არის ზედმეტი, როდისმე წყლის მიღება ჩვენთვის და აი რაღაცა დოზა არსებობს, აი მისიქით არ უნდა მივიღოთ, ან ზოგადად რამდენი რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს ადამიანმა დღე-ღამის განმავლობაში. ეს ზოგადად ინდივიდუალურია, როგორც ყველაფერი. ესე რომ ვთქვათ, ყველასთვის ერთიანი დოზა არ არსებობს, იძახიან, რომ 20-25-30 მილილიტრი 1 კილოგრამზე, სხეულის 1 კილოგრამზე. თუმცა წყალის ჭარბი რაოდენობის დალევამ შეიძლება დაარღვიოს ელექტროლიტების ბალანსი. და ამ შემთხვევაში ჯობია ესე ცარიელი, თქვათ, უბრალოდ წყალი არ დალიოს ადამიანმა, 200 მილილიტრი დაამატოს ან მინერალური წყალი, ბორჯომი, ან ელექტროლიტები, იმიტომ რომ წყლის ჭარბმა დალევამ შეიძლება გამორეცხოს ადამიანის ორგანიზმი. მარილი, მაგნიუმი, კალციუმი და სხვა მინერალები ორგანიზმიდან. ანუ ამაშიც რაღაცა დოზირება არის საჭირო. გონიურულად, ყველაფერს უდგებით გონიურულად. ესე კი არა, ექიმმა მითხრა 3 ლიტრი უნდა დალიო დღეში წყალი და მყავს მყოლია ეგეთი პაციენტები, რომ მოდიან რაღაცა ელექტროლიტებს რო ვაბარებინებ და ისედაც წყურვილის გრძნობა მაქვს, ბევრ წყალს ვსვავ და წყალი უბრალოდ ჩვეულებრივი წყალი გამორეცხავს ვიტამინებს და მინერალებს ორგანიზმიდან. ამ შემთხვევაში ჯობია ან ბორჯომი დავამატოთ, ან ელექტროლიტები დავამატოთ. ოღონდ ისეთი კარგი გაზავებული, თქვათ, აი ელექტროლიტები ხო ჭიქაში ვზავდება, შეგიძლია 2 ლიტრში გააზავო და ესე დალიო. გასაგებია. ნატა, ბოლოს მინდა გკითხო. ესე იგი, არაჩვეულებრივად გამოიყურები, ვიცი რომ არანაირ სახის პროცედურას არ იკეთებ და ეხა გვასწავლე ყველას ხეზე ასვლაც. რას აკეთებ ამისთვის? შენ პირადად. დავიჯერო ამ ყველაფერს ესე იცავ, რაც ეხლა რა რეკომენდაციებიც მოგვეცი? პირველ რიგში ამ მედიცინაში გავერკვიე ვისთვის, ხო, ჩემთვის პირველ რიგში მე მაინტერესებდა რომ შევინარჩუნო, ესე ვთქვათ, ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა, ფიზიკური ენერგიულობა. მე პირადად რას ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო, ცხიმები, ჯანსაღი ცხიმები, ცხოველური მათ შორის, ცხოველური ცილა, ნახშირწყლები, ოღონდ აი ბოჭკოს და უჯრედისის სახით. ვიღებ ვიტამინებს და მინერალებს, 5-იერ პროგრამას ვიტარებ წელიწადში ერთხელ მაინც, კუჭნაწლავის 5-იერი პროგრამა ვიგულისხმე და ვცდილობ, ფიზიკური აქტივობა? ფიზიკური აქტივობა, იოგა, კი ბატონო, 6-7 წელია იოგაზე დავდივარ.
ცურვაზეც ზაფხულის პერიოდში ძალიან მიყვარს ცურვა, ინტენსიურად არ ვარჯიშობ, უფრო ესე მსუბუქად, ფორმების შესანარჩუნებლად და ნახშირწყლებს თითქმის არ ვიღებ. ძალიან კაი. ძალიან დიდი მადლობა ნატა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და ამავე დროს სასარგებლოც ყველასთვის. მეც ვიმედოვნებ, რომ ესეა. თქვენ კი ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.